ვამზადებთ ღვეზლებს დუხაბურების ოჯახში. ნინა, მოგვიყევი, აბა, როგორ მზადდება? ეხლა ჩვენს უკან არის ძალიან საინტერესო ფეჩი, რომელიც მე ძალიან იშვიათად გვაქვს მონახი მულტფილმებში მარტო. მაგიტომ აბა მოგვიყევი მაგაზე. ჩვენ დავანთეთ რუსული ფეჩი და ახლა დავიწყეთ ღვეზლების მომზადება. აქ არის კარტოფილის და ყველის ღვეზლები. და ახლა დავიწყეთ ღვეზლების გამოცხობას. რატომ რუსული ფეჩი, ანუ რატომ არა ჩვეულებრივი მაგალითად, რომელშიც მესხეთში იყენებენ? რატო ზუსტად რუსული? რაღაცით განსხვავდება გამოყენებაში? ნუ ეს ჩვენი ეროვნული საგანძურია. ერთგვარი ეროვნული საგანძურია და როგორ მუშავდება, იმიტომ რომ ხა ჩვენ საქართველოში დარწმუნებული ვარ, არავინ არ ვიყენებთ რუსულ ფეჩებს და არ ვიცით როგორ მუშაობს. რაღაცა საინტერესო სპეციალური ანთების წესები აქვთ თუ როგორ? არა, ჩვეულებრივად ვანთობთ და აი კვამლი ასე გამოდის. უბრალოდ რაღაც სპეციფიკური რაღაც ალბათ ნაგებობაა. და როგორც მულტფილმებში მაქვს ნანახი, მე პირადად რომ ზევით წვებიან, რადგან თბილი რო არის.